მოგესალმებით მეგობრებო, მე გიორგი ჩიკობავა ვარ და დღევანდელ ვიდეოში საუბარი გვექნება თუ რა არის ფსიქოილუზია. სანამ საილუზიო სფეროს კონკრეტულად ამ მიმდინარეობას დეტალურად ჩავშლით, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში არის ერთადერთი უკვე ამ ეტაპზე stand-up საილუზიო შოუ, სახელწოდებით პროექტი საიდუმლო. რამოდენიმე თქვენთაგანმა მკითხა, რომ შესაძლებელი იქნება თუ არა, რომ განთავსებულიყო სრული ვიდეო შოუდან YouTube პლატფორმაზე, რასაც სამწუხაროდ ფიზიკურად ვერ დავდებთ. მაგრამ დღეს თქვენთვის მომზადებული მაქვს ფსიქოილუზიის ზუსტად ის მიმდინარეობა, რასაც შოუზე მოსული მაყურებელი ჩემს მიერ ხედავს. ასე რომ რამოდენიმე მონაკვეთს დღეს თქვენთან ერთად განვიხილავ, ასევე გეტყვით, რას გრძნობს კონკრეტულ ექსპერიმენტში, კონკრეტული ადამიანი, რა ხდება მის გონებაში, მის ქვეცნობიერში, რამდენად სწავლადია ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ასევე თითქოს ყველა ვიდეოზე ხდება კომენტარი, რომ YouTube-ზე ახსნა მარტივი ფსიქოილუზიური ნომრები. მაგრამ ამ ჟანრის შესწავლა ფიზიკურად ვერ ხერხდება ონლაინ. სწორედ ამიტომ არის ჩემს Facebook page-ზე ხელმისაწვდომი კურსი შეძენა, სადაც ჩემი გამომწერებისათვის კეთდება 20%-იანი ფასდაკლება. ასევე კურსთან დაკავშირებით წერენ პირად შეტყობინებაში და თხოვნა მექნება, რომ აუცილებლად მიწეროთ Facebook page-ს, რადგან ამ პროექტზე მარტო ფიზიკურად არ ვმუშაობ. ყავს კონსულტანტი, რომელიც დაგაკვალიანებთ აბსოლუტურად ყველაფერზე, ხოლო ამის შემდეგ ხდება პირადად ჩემთან გასაუბრება. ახლა კი ეტაპობრივად მივყვეთ ფსიქოილუზიას. ჯერ გავიგოთ თუ რა პირობა არის საჭირო ფსიქოილუზიონისტმა იცოდეს, როდესაც ის სცენაზე დგას და მაყურებლებს მოუწოდებს, რომ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებში უნდა მიაღებინოს მონაწილეობა. ამისათვის პირველ რიგში გჭირდება ვიცოდეთ ენეაგრამის 9 ფსიქოტიპი. ვეცდები დღეს 9 მათგანი ძალიან მარტივად შეგიშალოთ. ხოლო დეტალურად ამ ინფორმაციის მიღება, რა თქმა უნდა, ინტერნეტში შეგიძლიათ და ასევე, რა თქმა უნდა, კურსზე, სადაც უშუალოდ უკავშირდება ამ საილუზიო მიმართულებას ეს 9 ფსიქოტიპი, რომელიც სცენაზე ქმნის სანახაობას. ზოგადად რა არის 9 ფსიქოტიპი? დედამიწაზე მოსახლეობა, რაც კი ვარსებობთ, აბსოლუტურად ყველა ადამიანი შეიცავს ამ 9 ფსიქოტიპს. უბრალოდ ყველას ჩვენი ნუმერაცია აქვს. მე მაგალითად ვარ 7 ნომერი. სანამ გავიგებთ თუ 7 ნომერი რას ნიშნავს, მანამდე დავიწყოთ პირველიდან. პირველი და მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ ადამიანები, რომელსაც უყვართ ყველაფერი წინასწარ გაწერილი, არ უყვართ სიურპრიზები, ოღონდ გულისხმობ საქმის მხრივ, რაიმე უცებ გამოხდეს. ყველაფერი უნდა გაწერილი ქონდეს, ესე ვთქვათ, დედლაინების მოყვარული ადამიანები. ორიანები მზრუნველები, ემპათიურები და ემპათია ძალიან დიდ როლს თამაშობს ზოგადად ფსიქოილუზიაში. სამიანები, კარიერისტები, იგივე ტრიუმფატორები. ოთხიანები, ინდივიდუალისტები, რომლებსაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა. ხუთიანები, მარტოხელა მოაზროვნეები. ალბათ ხშირად გსმენთ ესეთი ფრაზა, ეს ადამიანი ძალიან ჩაკეტილია. არ უყვარს ხალხთან კონტაქტი, მაგრამ ის ძალიან ნიჭიერია და ძალიან ჭკვიანია. ესები არიან ხუთიანები. ექვსიანები, კრიტიკოსები. ამ სიტყვას თუ კრიტიკოსს ნუ მიიღებთ, რომ ეს ცუდია. პირიქით კრიტიკოსები ითარგმნება როგორც მოაზროვნეები. შვიდიანები, თავიანთი საქმის ენთუზიასტები. რვიანები, ლიდერები. ცხრიანები, ჰარმონიკები. იგივე მედიატორი. დიდი გადახვევა რო არ გამოგვივიდეს, ეტაპობრივად განვიხილოთ შოუს ვიდეოები და ასევე აგიხსნით, რომელი მაყურებელი, რომელი ფსიქოტიპი იყო, სულ რამოდენიმე ნომერს გაჩვენებთ სამწუხაროდ და ამ შემდეგ უშუალოდ ჩავშალოთ ფსიქოილუზია. შედარებით უბრალოდ შეადარებ. ოღონდ არ მოიტყო ხალხის წინაშე, ხა? რაც შეეხება ამ ადამიანის ფსიქოტიპს, არის ორიანი და ასევე რაღაცა პროცენტულად არის ხუთიანი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? როდესაც სცენაზე გამოვიყვანე, მოსვი რამოდენიმე კითხვა. აქ მარტო მოხვედი თუ არა? იმაზე პასუხი იყო, რომ არა, ძმასთან ერთად მოვედი და ასევე მყავს პატარა და. გვინდა არ გვინდა თუ ოჯახზე მყავს პატარა, ჩვენზე ასაკით გულისხმობს, სულ რომ ერთი წელი იყო ჩვენ შორის განსხვავება, რაღაც დოზით ქვეცნობიერში უკვე მზრუნვალები და ემპათიურები ვართ მათ მიმართ. ეს უკვე ხელს გვაძლევს, რომ მაქსიმალურად მარტივად ჩავხდოთ ექსპერიმენტში.
აი ზუსტად პროცესი ვახსენე. რეალურად შეიძლება ხმა კარგად არ გესმოდეთ, რადგან ტელეფონით არის გადაღებული და რაღაც კადრები მოვიძიე სხვადასხვა ადამიანისგან. მოკლედ რა არის პროცესი ამ ექსპერიმენტის? მაყურებელი გამოდის სცენაზე, ქართული არის დამწრე საზოგადოებისკენ მისი მზერა, ხელს წევს და ხელში იჭერს აბსოლუტურად ჩვეულებრივ კალამს ან მარკერს, არ აქვს მოკლედ მნიშვნელობა. ხოლო პროცესის დროს მე ვისვრი კონკრეტულ ფრაზას. ამ ფრაზების მოსმენა მაინც აუცილებელი ახლა არ არის, რადგან იმპროვიზაციით ხდება უშუალოდ ექსპერიმენტის დროს. რა არის პროცესი? საუბრის დროს ამ ადამიანს ხელი უმძიმდება და ნელ-ნელა ხელი დაბლა ეწევა. და ასევე მე ვახდენ ზეწოლას, უბრალოდ არ ვეხედი, დაახლოებით ამ დისტანციაზე მიმართ ხელი, სიმძიმეს უბრალოდ ვუმატებ და საბოლოოდ ბოლომდე ხრის ხელს. გავაგრძელოთ. ჩემო მაყურებელმა რა თქმა უნდა გამიცნო ერთ-ერთი ჩემი პერფორმანსით, ჩემი არ ქვია. უბრალოდ მე როგორ შევასრულე ალბათ. ოკეი, უხილავი შეხება. ყველას გაქვთ ნახე. ეს არის უხილავი შეხების ერთ-ერთი კიდევ სკილი. როდესაც შეგვიძლია ადამიანი დისტანციიდან უხილავად უბრალოდ წაგვაქციოთ. ეხლა დაახლოებით რეინჯს აგიხსნით, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ფსიქოილუზიონისტი, ვისგანაც ძალიან დიდი ინფორმაცია მაქვს მიღებული. დისტანციაზე სრულდება რეალურად, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული არის ასევე მაყურებლის ჩართულობაზე. იმ მომენტში უბრალოდ ფიზიკურად სხვა დისტანციაზე ვერ შევასრულებდი ამ ნომერს, მაგრამ ეფექტი მაინც არ დაუკარგავს. დაახლოებით წარმოგიდგენთ, რომ შეგექმნათ, აი ამაზეა საუბარი. That is fucking. I honestly never believed in this shit. I always thought like it's fucking nonsense. People just play along, but I genuinely do feel it. Here's the weird thing. Just go behind him a second. Just go behind him. So you know it's multi-directional. So if I were to take hold of that here and just pull you towards me. Yeah. Yeah. No. Wait a minute. Yeah. So it works sideways, look. Yeah. And then finally, and I'm just going to give you a little bit extra, so could you go behind as well? So there's just two of you, to be certain. And this time, here we go, ready? Yeah. Dude, I swear I'm not playing along. I'm genuinely not playing along. ხოლო რა კავშირია ამ ყველაფრის ფსიქოილუზიასთან და სცენასთან? თუ ჩვენ შეგვიძლია ადამიანში გამოიცნოთ 9 ფსიქოტიპიდან რომელია და დარწმუნებული ვარ ამ 9-დან რომელიმე საკუთარ თავსაც დაუკავშირებდით. ან თქვენს მეგობარს, ოჯახის წევრს, თუ როგორ იქცევიან ისინი. ამის მიხედვით ვთავაზობთ კონკრეტულ ექსპერიმენტს. ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არასოდეს უნდა წამოგწდეს ექსპერიმენტის ფინალი. რადგან ადამიანს თუ ვასპოილერებთ, შესაბამისად გვეკარგება მისი ფსიქოტიპი. ვერ მიხვდებით, მაგრამ ჩდება ლოგიკური კითხვა. სანამ სცენაზე გამოიყვან, როგორ ხვდები ესე მარტივად, თუ რომელი ადამიანი რომელ ფსიქოტიპს მიეკუთვნება. ყველაფერი იწყება მისალმებით, თვალებში შეხედვით. გამარჯვებით, როდესაც სცენაზე გამოდის, როდესაც ის გვეხება, ხელს გვართმევს. მაგალითად, დაკვირვები ხართ თუ არა, არ ვიცი. თუ ადამიანი ხელს გვართმევს და სიმძიმეს ვცნობთ, ნიშნავს, რომ ეს ადამიანი მოდუნებულია და მეტად გვენდობა. ხელი ჩამორთმევისას, თუ მხოლოდ ჩვენი ხელის წონას ვცნობთ, ნიშნავს, რომ ადამიანს მაინც ეჭვება რება ჩვენში. შესაბამისად, მარტივად შეგვიძლია ვფიქროთ, რომ ეს ადამიანი არის 6-იანი ან 8-იანი ლიდერებს გულისხმობ. ან სულაც პირველი ნომერი მაგალითად. თქვენ სცენაზე რომ გამოგწონდეთ და უკვე სანამ ადგება გაწერა. რა უნდა თქვას, რა არ უნდა თქვას. ხალხი მას იცინებს, არ იცინებს, არ უნდა რომ ქრინჯად გამოჩნდეს. ხვდებით ხომ? დეტალურად და ჩაშლილად რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კურსზე ისწავლება ინდივიდუალურად. სანამ უშუალოდ ფსიქოილუზიას ვისწავლით, ყველანი 4-იანები ვართ. მინდა აღვნიშნო იქიდან გამომდინარე, რომ რადგან ამ ყველაფრის შესწავლის შემდეგ შეგვიძლია ვიყუროთ მხოლოდ ჩვენი ფსიქოტიპიდან, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სცენაზე ჩვენ შეგვიძლია საუბარი ფსიქოტიპებზე. ჩვენ არ ვაპირებთ მოვატყუოთ ადამიანები. როდესაც სცენაზე ადამიანს გამოვიყვანთ, შეგვიძლია მას ვესაუბროთ საკუთარ ფსიქოტიპზე. პირიქით ეს მასში ძალიან დიდ დადებით ემოციას გამოიწვევს. რომ მასზე უკვე რაღაც დოზით ინფორმაცია გვაქვს. ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ, რომელი ფსიქოტიპები იყვნენ ცნობილი ადამიანები. მაგალითისთვის, 9-იანი ნომერი ძალიან კარგად ასახავს Coldplay-ს სოლისტს.
და ალბათ ხვდებით რა მუსიკასთან გვაქვს ასევე საქმეც. ეს ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს რომ ჰარმონიულად გრძნოს თავი. მაგალითად ავიღოთ სამიანები, ტრიუმფატორები. კრისტიანო რონალდო ალბათ ყველამ ვიცით. ადამიანი, რომელიც ვერ ვიტყვით რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ ადამიანზე აუცილებლად ვიტყვით რომ ძალიან შრომელი იყო. მიზნის მისაღწევად, რომელიც ისახა ბავშვობაში, ყველაფერი გააკეთა რომ მიიღწია. იგივეს ვერ ვიტყვით ლიონელ მესიზე. ალბათ ამას მაინც ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ლიონელ მესი არის მარტოხელა მოაზროვნე, ხუთიანი. მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ოთხიანიც, ინდივიდუალისტი. ინდივიდუალისტი ქართველებს ყავდა გალაქტიო ტაპიძე, რომელსაც სჭირდებოდა ინდივიდუალური მიდგომა. შეეხება შოუს უკვე მიიღო სისტემატიური სახე და თვეში ორჯერ გაიმართება სამაგიდო თამაშების გილდიაში, რომლის მიგიც აუცილებლად იქნება აღწერაში და შოუმდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ყველანაირ ინფორმაციას დავწერთ პოსტის სახით. ასევე აღწერაში იქნება მითითებული ჩემი Facebook page-ი, მინდა რომ გადახვიდეთ, მოიწონოთ და კურსთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნებისმიერ კითხვას დაუსვათ კონსულტანტს. მეგობრებო, თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მე კი შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით.